თუ ვცდილობ, რომ პოზიტიურად ვიფიქრო, მაგრამ არ გამოგდის, ეს ვიდეო არის შენთვის. ტოქსიკური პოზიტიურობა იყო ერთ-ერთი უპირველესი შეცდომა, როდესაც საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე. ანუ მეგონა, რომ უარყოფითი ფიქრები, როდესაც მომივიდოდა თავში, უნდა დამეიგნორებინა, არ მიმეცა ჩემი ენერგია მათთვის და უბრალოდ თავისით მოგვარდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ასე არ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ უარყოფითი ფიქრები ატარებენ ზუსტად იმ ინფორმაციას, რომელიც საბოლოო ჯამში გვეხმარება, რომ განმოვითაროთ საკუთარი თავი. ჩემთვის იყო 3 გადამწყვეტი ფაქტორი, რაც დამეხმარა იმაში, რომ მეტაკოგნიციის უნარი განმევითარებინა. პირველ რიგში სრულიად შევცვალე ჩემი სოციალური მედიის ფიდი. ანუ ამოვშალე ყველაფერი, რაც უსარგებლო ინფორმაციით ავსებდა ჩემს გონებას. მაგალითად, Instagram-ზე წავშალე თითქმის ყველა სელებრიტი, ვისაც კი ვაფოლოვებდი. იმიტომ რომ ჩვენი ტვინი ამუშავებს აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას, რომელსაც ვაწვდით. თუ კი მას მივაწვდით ნაგავს, ის ენერგიას დახარჯავს იმაზე, რომ დაამუშავოს ეს ნაგავი და არა ის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. ჩვენი ფიდი 21 საუკუნეში გვინდა არ გვინდა არის ჩვენი გარემო და ჩვენი გარემო კიდე აყალიბებს ჩვენს ფიქრებს. ამიტომ მე პირადად გირჩევთ, რომ ძალიან დიდი სისათუთით შეარჩიოთ ის თუ რას მოიხმართ ინტერნეტ სივრცეში. მეორე და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი ინსტრუმენტი არის დღიურის ქონა. როდესაც ჩვენი აზრები გადმოგვაქვს ფურცელზე, სიმბოლურად ისინი ჩვენი თავიდან გამოდის და შეგვიძლია რომ მათ დავაკვირდეთ მესამე პირის პერსპექტივიდან. და ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დავალაგოთ ჩვენი ფიქრები და მათზე დაკვირვება ვისწავლოთ უშუალოდ. და მესამე, რასაკვირველი, ეს არის მედიტაცია, იმიტომ რომ მედიტაცია გვასწავლის დაკვირვების უნარს, რამდენიმე წუთით, როდესაც ვზივართ სიჩუმეში და თვალებს ხუჭავთ, ფაქტობრივად ერთადერთი დაკვირვების საგანი, რაც შეიძლება ჩვენს გარშემო იყოს, არის ჩვენი საკუთარი გონება შიგნიდან. ეს დაკვირვების უნარი არის მეტაკოგნიციის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი. ეს ყველაფერი უბრალოდ ფილოსოფია არ არის, ნეიროპლასტიკურობაც გვეუბნება, რომ როდესაც ჩვენს ტვინს განმეორებითად ერთი და იგივე აზრს ვაწვდით, ის ფიზიკურად იცვლება, ანუ ფაქტობრივად თქვენს ტვინში გაგყავთ ფიზიკური ნეირონული გზები. თუ მოგეწონა ეს ინფორმაცია, შეინახე ვიდეო და მომდევნო ვიდეოში უფრო ღრმად ავხსნი, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ემოციებთან მიმართებაში.